ახლა მეწოდება, მაგრამ ამდენი იდიოტი თუ იყო, ამდენი დებილი თუ იყო საქართველოში, არ მეგონა გეუბნები. არა, ახლა საოცრება. მე ისეთ გარემოში ვიზდებოდი, რომ თითით საჩვენებელი არ ყავდა, აი ვინმეზე რო გვეთქო, აი დებილი მაგალითად. არ იყო ესეთი გარშემო. ამდენი ერთად სად შეიკრიბა? მე გეუბნები თქვენ ბოლოს გატიტულებიან და გამოვარდებიან ესეც ჩაატარებენ ფემენ აქციაზე რა. ესეც უფლის ხელდასმული იყო. კი, ესეც უფლის ხელდასმული. ეს ხალი იყო თუ კაცი იყო, არ ვიცი. არ ვიცი, სქესი ვერ გავიგე. ვერც მე ვერ გავიგე სქესი და ვიღაცის სადილი არ უნდა გავხდეო, ვის რა თუ მდიხარ, კალო. სადილათაც და ვახშმათაც არავის არ უმდიხარ. არა ლოგიკურად ჯეროდა ეს. ვაი იმ ტელევიზიას, ეს პირველი თუ რაღაცა უბედურებაა. ვაი იმ ტელევიზიას არავინ რო არ აკავთ, გამომსვლელი რო არ აკავთ არავინ. და აი იდიოტი რო გამოყავთ ესე საცოდავი მე მეწოდება. მე არ დავცინე ეხლა ამ დედაკაცია თუ მამაკაცია ეშმაკმა იცის. მეწოდება უბრალოდ, მაგრამ თქვენც მეწოდებით, თქვენ საცოდავებო. მე მახსოვს ტელევიზია რო დაარსა საქართველოში, კარგად მახსოვს ის დღე და რა ხალხი გამოყავდა ტელევიზიაში და მე შემდგომაც საზოგადოების ნაღები გამოყავდა საქართველოს ტელევიზიით და ისინი გველაპარაკებოდნენ, ისინი გვესაუბრებოდნენ, რა ფილმებს იღებდა კინოსტუდია ქართული ფილმი. შედით YouTube-ზე ამოიღეთ ძველი ფილმები და ნახეთ. შედევრებს იღებდა ქართული კინემატოგრაფია. შედევრებს დგავდნენ ქართული თეატრები. ვასო გოძიაშვილი და სერგო ზაქარიას და აღარ ჩამოვთვლი ვერიკო ანჯაფარიძე. სოფლიო დონის კორიფეები. რა სპექტაკლები იდგმებოდა თბილისის დინამო სტადიონზე. რა ფეხბურთს თამაშობდით. რა კალათბურთს თამაშობდით. რა თასები ჩამოგქონდა. რამ გაგაუბედურათ ესე? ვინ ახართ? რა ხარ? აი დათა თუთაშხიაში რო არის. რა დღეში ჩაგაგდოთო მამაძაღლმა სეთურმაო. აი რო გიყურებთ, მეშინია საქართველოში სად იყო ეს ხალხი? სად? მე ვერ ხედავდი ამ ხალხს და სად იყო ერთად რამ შეკრიბათ? ნუ ვიცი ახლა სააკაშვილმა შეკრიბათ. სააკაშვილის სექტა ხართ, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ნამდვილად არ მეგონა ეს, მაგრამ რა არის გასაკვირი ამაში? აი ახლა ბატონმა ნიკოლოზმა გაიხსენა ვინ იყო ლევან ღოღობერიძე, ვინ იყო ლანა ღოღობერიძის მამა. მაგრამ მოდი გავიხსენოთ, არც ეს არ ვიცოდ, ეხლა გავიგე. ვინ ყოფილა სალომე ზურაბიშვილის წინაპრები? SS-თან მოთანამშრომლე. ნაცისტებთან მოთანამშრომლე ადამიანების ჩამომავალია. ნიკო ნიკოლაძე იყო ჩემი წინაპარიო და გამოდგა ტყუილი და თურმე მართალი ყოფილა ის, რაც მე ბატონო ნიკოლოს თქვენი გადაცემიდან გავიგე, როდესაც იაკობ კედმისთან ჰქონდათ ინტერვიუ, იაკობ კედმიმ განაცხადა მაშინ, რომ სალომე ზურაბიშვილის წინაპრები არიანო SS-თან მოთანამშრომლე ნაცისტებიო და არ დავიჯერე ეხლა, ნუ კედმი კი არის ძალიან ისეთი პიროვნება, რომელიც სიტყვაც დაეჯერება, მაგრამ არ დავიჯერე და ეხლა ბოლოს სურათი ვნახე სოციალურ ქსელში. ვინ ყოფილან ლევან ღოღობერიძის ჩამომავლები, ფაშისტების ჩამომავლები და არ ვიცი ეხლა რომ ვნახეთ ჰერმაფროდიტი ადამიანი, მისი წინაპარი ვინ იყო, ეშმაკმა იცის. მე არ ვიცი,